გამარჯვება მეგობრებო. არ დავმალავ ემოციებს და ვინც უყურეთ გუშინ ახალგაზრდურების თამაშს, აი უბრალოდ ისეთი გამწარებული ვარ, რომ და აი ესეთი რამ იშვიათად ხდება ხოლმე ძირითადად ეხა რას გულისხმობ, რა თქმა უნდა, არც მოველოდი მე პირადად და ჩემი სამეგობრო გუშინ მეგობრებმა ერთად უყურეთ ამ თამაშს და მოლოდინი ხა გულის სიღრმეში თავისთავად ყველაფერი სხვანაირად არის ვიდრე რეალობა, რა თქმა უნდა, ყველასთან გვინდა რომ მოვიგოთ, მაგრამ მაინც საფრანგეთი ჩვენზე მაღლა დგას და არც ველოდებოდით, მაგრამ ნუ იქ პენალი გაგვიტანეს 1-0 დაწინაურდნენ და მერე ისე შემოტრიალდა მეგობრებო ყველაფერი, რომ აი რო იტყვიან მადა ჭამაში მოდისო და თვალებს ვერ უჯერებდით, აღფრთოვანებულები ვიყავით, რა თქმა უნდა დომინირება საფრანგეთის მხარეს იყო, ამაში ორი აზრი არ არის, მაგრამ ხო ისაოცრებავ და აბუაშვილი 1-1 და მერე საზონოვი 2-1 მეგობრებო ერთმანეთს გაოგნებულები უყურებდით, ეს რა ხდება, თამაშს ვიგებთ და აი უბრალოდ არ ვიცი, ვინმე ძალიან მიკვირს, რომ იქ ვიღაცას არ წაუწდა ხელი, რომ იმას არ გაუჩეჩქვა თავი იმ საჭს, ესეთი საზიზღარი და ესეთი უტიფარი, აი არ ვიცი მეგობრებო, მართლა საფრანგეთზე რა ედო ესეთი, რომ აი სანამ საფრანგეთს არ მოაგებინა, ხო არ მოისვენა ამ ღორის შვილმა ბოდიში, მაგრამ უარესის თქმა მინდა, აი უბრალოდ გაუჭეჭყავდი იმ თავს, აი ერთ თვალს არ დავახამხამებდი, ან სვანაძემ როგორ მოითმინა, ან ფეხბურთელებმა როგორ აი სანამ ბურთი არ შეატანინა კარებში, მესამე ბურთს გულისხმობ, კაი ჯანდაბას მე ვფიქრობდი, რომ მოგება თუ არა 2-2 მაინც რომ მორჩენილიყო ძალიან მაგარი იქნებოდა, მაგრამ როგორ ამ საჯის ხელში რანაირად, როგორ. ეხა მინდა რომ აი პერიპეტიებს მივყვე, აი ვნახოთ მეგობრებო, აი უბრალოდ არ მჯერა რა, არ მჯერა ეს რა იყო მეგობრებო, ეს რა იყო. ესე იგი, ჯერ პროფესიონალობაზე ხო გაქვს პრეტენზია, რომ 6 წუთი დაამატე, 6 წუთი. კი იქ გოლი გააუქმა და აბსოლუტურად ესეც უნდა ყოფილიყო მერერა რომ გააუქმა. მერერა, იმიტომ რომ თავისთავად თამაშგარე იყო და 6 წუთს ამატებ და 13 წუთი ათამაშა მეგობრებო, 13, ანუ კიდევ 6-7 წუთი კიდე ათამაშა, სანამ მესამე ბურთი არ შეაგდებინა და თავის საწადელს არ მიაღწია ამ ღორის შვილმა და საფრანგეთს არ მოაგებინა. რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო ემოციონალურად, 2-1 მერე 2-2 და უკვე წნეხი გაიზარდა, იმიტომ რომ მთელი თამაში მაინც დომინირებდა საფრანგეთი და აქედან გამომდინარე ძნელი იყო, რა თქმა უნდა, ყოველი შეტევა ისეთი აი როგორ უნდა ახსნა ეს, რაღაც ემოციაზე რომ დაგიჭერს გუნდი და ყველა შეტევა რომ თითქოს დაბნეულობაში ხარ, ელემენტარულ ბურთსაც აი რაღაცა სახიფათოდ იგერიებ. მოკლედ რა, ძალიან დიდი წნეხი იყო ემოციური და აი სამწუხაროდ ნუ ვერც გაუძელით ეს ერთი და საჯმა ხომ დაგღუპა, მაგ ღორის შვილმა დაგღუპა მართლა, რასაც ქვია, გამოგვლიჯა ის ერთი ქულა და ის ერთ ქულაზეც აღარ არის საუბარი, წავაგეთ საერთოდ. ესე იგი, აი ჯგუფში მეგობრებო, ჩვენ ჯგუფში რა ხდება, 2 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს პორტუგალიას, მეორეზე საფრანგეთი 4 ქულით, მესამეზე ჩვენ ვართ, 1 წაგება, 1 მოგება, 3 ქულა და პოლონეთს 0 ქულა. ნუ სხვა ჯგუფები დიდად ახლა რაში გვაინტერესებს, ჩვენი ჯგუფია მთავარი და ბოლოს ხვდებით პორტუგალიას
და ეს გუშინ პორტუგალიამ გადაურბინა პოლონეთს 5-0 მოუგო. ხო და აი ძალიან მძიმე თამაში გველოდება პორტუგალიასთან, არ ვიცი მეგობრებო რა ვთქვა, 17-ია ეს თამაში და თუ გასვლა გვინდა აუცილებლად უნდა მოვიგოთ. აუცილებლად და ჩვენ 6 ქულა გაგვიხდება და პორტუგალია დარჩება 4 ქულით ჩვენს მიღმა და ჩვენ და რა ვიცი საფრანგეთი, ხო ალბათ ხა რა თქმა უნდა, ალბათ საფრანგეთი და ჩვენ გავალთ ამ შემთხვევაში ჩვენ თუ მოვიგებთ თამაშს და გუშინაც მართლა გულწრფელად გეუბნებით, აი დავამტვრიეთ ყველაფერი, აი ერთმანეთს გაოგნებულები უყურებდით საჯის აი ამ საშინელ ქმედებებზე, ამ არაპროფესიონალურ არ ვიცი უნდა გასაჩივრდეს მეგობრებო, ნუ იმიტომ არა რომ ეხა რაღაც ჩვენ წავაგეთ და რაღაცა ბუნტისთაობთ და ასე შემდეგ. არა, აი მართლა სადაოა ის მომენტი, რომ 6 წუთი რო გაქვს დამატებული, რა მოხდა? აი რა მოხდა? არაფერი რა, დაინგრა იქაურობა, რაღაც მეტეოროლოგიური პრობლემები შეიქმნა, რომ დაემატებინა დრო თუ რა მოხდა? არაფერი არ მოხდა. კიდე 7 წუთს როგორ ამატებ შეღორის შვილო შენ, აი ნუ რა მიზანი უნდა გქონდეს, ხო? არაფერი. აი რაც მოხდა, სანამ საფრანგეთმა არ მოიგო, იქამდე ტიპმა თამაში არ დაამთავრა. აი მინდა მეგობრებო, რომ სტატისტიკა გადავხედოთ, ბურთის ფლობა საბოლოო ჯამში 60-40-ზე მორჩა, ჯამური დარტყმები საფრანგეთი 21, ჩვენ 9, ზუსტი დარტყმა 10-3-ზე, კუთხური 7-3-ზე, პასების ჯამური 492-423-ზე და ჩვენი 327-270-ზე, ყვითლები 1-2-ზე და ნუ პრინციპში ეგ არის. რა თქმა უნდა, მეგობრებო, ამაზე არ ვიცი ხა თქვენ როგორ იყავით განწყობილები და რას ელოდით, მაგრამ ბრავო მაინც სვანაძეს, აი ბრავო, მართლა კაი გუნდი ყავს, ისეთი ბრძოლის უნარიანი, აი ხო არავინ მოელოდა რომ ეხა 1-0-დან უცბად 2-1 შემოატრიალეს და ნუ მერე უკვე აღარ მინდა ამის გახსენება, უკვე აი ძალიან გამწარებული ვარ, აი ძალიან. ხო და რა ვიცი, აი რა ვთქვა, ბრავო ბიჭებს, დიდი მადლობა ყველას, ესეთი თავდადებული თამაშისთვის, უბრალოდ დაბნეულობაა და ბოლო-ბოლო იღბალიც არის რა, ანუ აი ესეთი ბედი გვდევს ყოველთვის, რომ აი 1 წუთში წავაგეთ თამაში და ვერ შევინარჩუნეთ თუნდაც ის ფრედა. იმედი მაქვს, რომ არ ვიცი, ნუ სასწაულს არ ვიტყვი, მაგრამ ყველაფერი შეიძლება, რომ ჩვეულებრივად გავიდნენ მოედანზე და დადონ ბეჭებზე პორტუგალია და გავიდეთ ჩვენ. ასე რომ ძალიან დიდი იმედი მაქვს აი ამ თამაშიდან გამომდინარე, რაც გუშინ ვნახეთ. იქ პირველ თამაშს რაც შეეხება, ძალიან მძიმე თამაში იყო, იმიტომ რომ ძალიან კარგად ორგანიზებული გუნდი იყო, როგორც კომბინაციურად, ისე პასები, აი საჯარიმოსთან ძალიან კარგად თამაშობდნენ პოლონელები, მაგრამ რაც შეეხება მით უმეტეს ჩვენი შეტევა, აი ძალიან ცუდი იყო, 2 პასს ვერ ვაბამდით ერთმანეთზე, მაგრამ მაინც რო იტყვიან ნაჩუქა არ ცხენს, კბილებს არავინ უსინჯავს, ამიტომ მაინც მოვიგეთ და ამისთვისაც ძალიან დიდი მადლობა. ეხა მერე შემდეგი თამაში რა თქმა უნდა რადიკალურად სხვანაირი იყო და შეიცვალა ყველაფერი, უფრო კარგად ითამაშეს ბიჭებმა, რა თქმა უნდა მეორე ნომრად ითამაშეს და ყველაფერი კარგად მიდიოდა და მოლოდინს გადააჭარბა მაგალითად ჩემთვის და ჩემ მეგობრებისთვისაც, რაც გუშინ ნახეთ, უბრალოდ აი ეს ღორიშვილი საჯი, რომელიც მე ვფიქრობ, რომ უნდა გასაჩივრდეს რატომ და საიდან მოიგონა აი ამდენი დამატებული დრო, აი ეს უნდა შემოწმდეს თავისთავად, იმიტომ რომ 107 წუთზე გაიტანა
საფრანგეთმა ის გოლი 107 წუთზე. ისეთი აღელვებული ვარ საწავედი დროებში, მეგობრებო, მე-12 დამატებულ წუთზე გაატანინა, მე-12 დამატებულ წუთზე ფრანგებს. აი წარმოიდგინეთ, აი არ ვიცი რა. კარგით ამას თავი დავანებოთ და ველოდები გულის ფანცქალით ამ მესამე გადამწყვეტ თამაშს. რაც შეეხება მეგობრებო ეს მსოფლიო ჩემპიონატი კლუბებს შორის, არ ვიცი, თქვენ თუ იცით, ძალიან გთხოვთ გამარკვიეთ, აი რა პრინციპით არის ეს გუნდები შეკრებილი, უბრალოდ წაკითხვაც არ მინდა, ისეთი კლუბები არიან. ერთადერთი ახლა ნაცნობი პორტო, ინტერ მაიამი, პალმეირასი, პესეჟე, ატლეტიკო, ბაიერნი, ბოკა, ბენფიკა და დანარჩენი ხა ჩელსი, რივერ პლეიტი, ინტერი, დორტმუნდი, ფლუმინენსე, კი ბატონო, სიტი, იუვე და რეალი, ზალცბურგი, პაჩუკა და ალ-ჰილალი და წავიდა იქ რაღაც უსლანი და რაღაცა მონტერეი და ურავა და აი არ ვიცი მეგობრებო, ბარსა არ არის, კიდე რამდენი მაგარი გუნდი არ არის და აი რა პრინციპით შეირჩა, ვინ არიან, რა არიან, რატო, რისთვის. დღეს კიდე მით უმეტეს პესეჟეს თამაშია ატლეტიკოსთან, მაინდა-მაინც აი ამ ხარახურა გუნდებიდან გამორჩეულად მით უმეტეს პესეჟე ხვდება ატლეტიკოს. ხო და ნახოთ მეგობრებო, რას იზამს პესეჟე. მოკლედ არასვენებენ ამ ფეხბურთელებს, ეს ახალი რაღაც გამოუგონეს, ეხა კიდე რომ გადაიღალონ და იქ რაღაც ტრამვები და მთელი ამბები. არ ვიცი, ეხა რო გითხრათ, დიდად დაინტერესებული ვარ, ეხა და მაინტერესებს ეს მსოფლიო ჩემპიონატი ამ კლუბების, ნამდვილად არ მაინტერესებს, იმიტომ რომ აი არ ვიცი რა არის, რისთვის. მოკლედ მე ინტერესი ნამდვილად არ მაქვს ამ ტურნირის და მით უმეტეს ისეთი არასერიოზულად უყურებ ამ ყველაფერს რა. კი ბატონო, ფეხბურთია და კიდევ რაღაცის ყურება შეიძლება. ნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მე ისევ და ისევ 21 წლამდელების ბურუსიდან ვერ გამოვდივარ და თქვენი აზრით საინტერესოა მეგობრებო, აი ესე წაგვართვეს მოგებაზე არ არის ფრეც თუნდაც აი ესე ცუდად მოგვექცნენ რო იტყვიან და ფაქტია რომ მოკლედ ფრანგებზე იდგა თავი, რა ვიცი, ცხოვრება ქონდა ალბათ დადებული იმ მშობელძახს და ამიტომ ძალიან მალე შევხვდებით მეგობრებო, შემდეგ თამაშსაც აუცილებლად განვიხილავთ და ყოველივე საუკეთესო სურვილებით გემშვიდობებით დროებით.